როგორც ცხოვრობს მოსახლეობა ხაშურში, რა სოციალური ფონია შემცირდა თუ გაიზარდა გაჭირვებულების რაოდენობა, თრიალეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი გამოკითხა. გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს. ხალხი ამბობს, რომ სოციალური ფონი დღითიდღე მძიმდება. ის დაპირებები კი, რომელიც ახლა უკვე მმართველმა პარტიამ 2012 წელს გასატყუილი აღმოჩნდა. ქართული ოცნებისგან მივიწყებული და ბიძინა ივანიშვილისგან მიტოვებული ხალხის ხმა ხაშურიდან. რა თქმა უნდა, გაღარიბდა. ამის მიზეზი რა შეიძლება თქვენი ასე? რა ვიცი, აბა ეს ეკონომიური კრიზისია ყველგან. რა არა გამოჯობესებული გაფუძნდა ცხოვრება. ძალიან ძიმე მდგომარეობაშია ხალხი. სულად არის ეს ასე არ არის. მიზეზი რა შეიძლება იყოს? არ არის სამუშაო ადგილები? სამუშაო ადგილებიც არ არის და ისეც არ არის. თუ არის დასაქმებული, არის თავისი ხალხი ყავს დასაქმებული და დანარჩენები ეს აგერა ტაქსაოთ არაფერი გამოდის. გავარტყილა. გაღარიბებულია მოსახლეობა. ძალიან გაღარიბებული არის. ასეთი მდგომარეობა არ ყოფილა არასდროს. ეხლა რო არის ამ დროებაში. შედარებით უკეთესი პირობებია ეს. უკეთესად ცხოვრობს მოსახლეობა ვიდრე ადრე? ადრე ახლა რომელ პერიოდს გულისხმობ? 5-6 წლის წინ. შეიძლება ახლა სხვადასხვა რაღაცა სხვაობა იყოს, მაგრამ ისე საერთოდ გამოკვლეველი უფრო ცოტა გაჭირვებულია? გაჭირვებულის რაოდენობა შემცირებულია? შემცირებულია, მე ასე ვფიქრობ. ჩემი გადასახეთიდან როგორც ვხედავ ახლა მე ცოტა უფრო გაჭირვება არის. აი სამსახურები რო იყოს ძალიან კარგი იქნება დასაქმდებიან ახალგაზრდები და სოციალური მდგომარეობაც უფრო უკეთესი იქნება. ამის თქმა შემიძლია. რა ვიცი შვილო, ზოგი მდიდარია და ზოგი ღარიბი არის და ვერ გაიგებ ვინ როგორ ცხოვრობს, ხო თავიდანვე ალბათ რა ვიცი, როგორ გითხრა. ისე გაუმჯობესებული რო არ არის, რა თქმა უნდა, სამუშაო ისინი არ არის ადგილები ვერ თავისთავად. ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად რაღაც საშველი უნდა იყოს. კარგად იყავით. პერიოდში რაც გაკეთდა, რა სიქსენა. სადა ხაშურში გაკეთდა, ხაშურში რა გაკეთდა. მარტო ეს აშენდა ვალერა გელაშენა თავისთვის ვერ შენდა. კი ბატონო, რა არაფერი. მგონი რომ უარესობისკენ მიდის. მიზეზი თქვენი აზრით არ არის სამუშაო ადგილები? აი სამუშაო ადგილებიც არ არის, რა თქმა უნდა. სამუშაო ადგილები რომ იყო და დასაქმებული ხალხი, ასეთ მდგომარეობა აღარ იქნება. უფრო მეტად არის გაღარიბებული. მე მგონი, სოფლებში ძალიან ცუდი მდგომარეობა, აი გაღმართო მთიან სოფლებში ცუდი მდგომარეობა, რასაც ტელევიზიიდან უყურებთ ჩვენ. ეხლა რო ღარიბი არის, ასე გაღარიბებული არასოდეს არ ყოფილა ხალხი. მიზეზი თქვენი აზრით რა არის? უმუშევრობა არის, სხვა არაფერი. საერთო მდგომარეობა ალბათ 0. ჩინოვნიკების ალბათ 3-4% გაუმჯობესებულია, სხვა არაფერი. რა უნდა ვთქვა, თქვენც კარგად იცით. გაღარიბებულია მოსახლეობა. გაღარიბებულია 0, სხვა რა უნდა ვთქვა. სამგზავრო ტრანსპორტით იმგზავრონ ამ ჩვენმა ხელისუფლებამ მატარებლით, მარშრუტკით, ავტობუსით და ნახავენ რა დღეშია ხალხი. სხვა რა პოლიტიკა 0. ეკონომიკა 0, განათლება 0-ზე უფრო დაბალი. ჯერ აქამდე რა იყო და ამის მერე კიდევ რა იქნება. ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების სხვა ლიდერები ხელისუფლებაში მოსვლამდე მოსახლეობას უამრავ დაპირებას აძლევდა, მათ შორის 100 ქარხანა ფაბრიკის მშენებლობა, სადაც მოსახლეობა უნდა დასაქმებულიყო. ცხადია, მათი გუგუნი არსად ისმის, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყანაში მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს. ხაშურელები ახლა იმაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე 2012 წლამდე.